2 საათი რჩება შეხვედრამდე, რომელმაც შესაძლოა მსოფლიოს გეოპოლიტიკა შეცვალოს და უკრაინაში რუსეთის აგრესია დაასრულოს. სამიტისთვის ელმენდროფ რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე ყველაფერი მზადაა. ტრამპი პუტინს მძიმე ეკონომიკური შედეგებით ემუქრება თუ უკრაინაში ომს არ შეწყვეტს. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ტერიტორიული გაცვლის შესახებ საკითხი უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს. ტრამპის თქმით, მისი მიზანია მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას და არ გამორიცხავს, რომ ეს ალასკაშივე მოხდეს. კრემლის ინფორმაციით პუტინი ანკორიჩში შეხვედრაზე დროულად ჩავა. პესკოვის თქმით, ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს ბორტთან დახვდება. ტრამპისგან განსხვავებით პუტინის პრესპიკერი ამტკიცებს, რომ უკრაინის ომის გარდა პუტინი და ტრამპი სხვა საკითხებსაც განიხილავენ, მათ შორის ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს და პოტენციურ ეკონომიკურ პროექტებს. ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე რუსეთი უკრაინაზე შეტევას განაგრძობს. ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა ქალაქ სუმში ცენტრალური ბაზარი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დარტყმები იყო ქალაქ დნიპროში. რუსებმა ზაპოროჟიეს, ხერსონისა და დონეცკის ოლქსაც შეუტიეს.